რა აზრის ხართ იოსებ სტალინის პიროვნებაზე? საქმე რა შეეცით? მე ვარ ესეთი პრინციპის მომხრე. არ მომწონს რაიმე არასწორი მოძღვრება და ცხოვრების წესი, მაგრამ როცა საქმე ეხება კონკრეტულ პიროვნებას, ყოველთვის თავს ვიკავებ ცუდის თქმისგან. სტალინის პიროვნებასთან დაკავშირებით ხო გესმით, ეს კითხვა შეიძლება იყოს გულწრფელად დასმული, შეიძლება პროვოკაციულ სულსაც ატარებდეს. მე თუ ვიტყვი სტალინი კარგიაო, ესე იგი სტალინის მოძულენი გამარცხავენ და თუ ვიტყვი რომ სტალინი ცუდიაო, სტალინის მოყარენი გამარცხავენ. რა ვქნახავ მე ეგეც. ისე ერთ მაგალითს მოგიტყვებით ჩემი ცხოვრებიდან მე ვერ ვიტანდი, ეხლა მე ვერც ვიტან, ვერც არ ვიტან. აი ესე ნეიტრალური მდგომარეობა მაქვს, მაგრამ იყო როცა ვერ ვიტანდი და მე და მამას გარდაცვლილი მყავს მართლაც ხურს უქონდა კამათი ამაზე. მე ის კაცი ვიყავი. მე გავხდი სასტუმრო პირი და კვლავ ჩემი პოზიცია არ შემიცვლია და ვერაფერს ვერ მეტყოდა. მოხდა ერთხელ უცნაური შემთხვევა, ჩემთან მოვიდა მაშინ პეტრე-პავლეს ტაძარში მსახურობდი და ერთი ქალბატონი მოვიდა მთხოვა პანაშვილის გადახდა. ნუ სასასწორო გავაგზავნე. ავდექი და ვეკითხები. რომელი მოყოლი ხა? თუ არის? აბა მეთქი სახელი ვის ვინ შემხედა და ცოტა სახელი იყო რა თუ სნაუ და იოსები. უბრალოდ ჩემი გონდა რომ გამასდა რომ გორიდან არის ხო ესა და გორილების დამოკიდებულება ამის შესახებ პროექცია. ხო და ნუ მეთქი იოსები ვინ იოსები. სტალინი მამა. ეხლა თავდექი არჩევნებაში გადავიღებ თუ არა? მე გამასდა რომ სემინარიაში სწავლობდა, მე გამასდა რომ ამბობენ რომ სიკვდილისი შეინანა და ნუ ბოლო-ბოლო მონათრული იყო და ვიდრებას არამდა არ მიშლის ვიდრე ვალდებული ვარ და ეს პანცირე პანაშკი და მოიხდი ცირე პანაშკი ზრდება ნუ მაქსიმუმ 10 წუთი. ისეთი სიტყვა შემოვიდა ჩემს გულში იმლოცვის დროს. ისეთი სიტყვა ხანდახან არის რომ ლოცულობ და მართლა ღვთისგან წამოდის. ყოველთვის ეს არ ხდება. არც პანაშკის დროს და არც სამწუხაროდ შეიძლება ცივი დროსაც არ მოვიდეს ოქ შემთხვევაში. ესეთი სიტყვა შემოვიდა. და იმის მერე ჩემი პირიდან მაგ ადამიანზე ცუდი აღარ ამოსულა. მაგრამ მე არ ვამბობ რომ ვერაფერს ვამტკიცებ ან არ ვამტკიცებ. მე ჩემი განსაკუთრებული პიროვნული აზრი არ აქვს. თუმცა აი ინფორმაციები აქედანაც იქიდანაც ცუდი ინფორმაციებიც მაქვს და კარგი ინფორმაციებიც მაქვს. მაგრამ პირადად ჩემი გამოცდილება ესეთია, ცუც ვეღარ ვამბობ, იმ ლოცვის მერე.